გავაკეთოთ ესეთი ფაილი order.c და აქ დავწეროთ ესეთი ფუნქცია, რომელიც დააბრუნებს float-ების მნიშვნელობას და მისი სახელი იყოს our func მაგალითად აქ მოდის რაღაც float-ი x-ი და ეს უბრალოდ აბრუნებს x-ი გამრავლებული 3.5-ზე დავუშვით. და ახლა ამ ჩვენს პროგრამაში უბრალოდ დავბეჭდოთ ესეთი მნიშვნელობა. our func და აქ ჩავწერთ რაღაცას, მაგალითად 9. და გავუშვათ და ვნახოთ ეს. და აი დაგვიბეჭდა ეს მნიშვნელობა. მოდი ახლა მოვიქცეთ ესეთნაირად. ამ ფუნქციას შევუცვალოთ ადგილი, ანუ გადავანაცვლოთ და დავწეროთ main-ის ქვემოთ. ნახოთ ახლა რა მოხდება. როგორც ხედავთ, ეს პროგრამა აღარ დაკომპილირდა საერთოდ და არ მუშაობს. გავაანალიზოთ ახლა რა ხდება კომპილაციის პროცესში და გამოვიკვლიოთ ეს შემთხვევა უფრო დეტალურად. ესე იგი, კომპილერი მოდის აქამდე, აი ამ სტრიქონამდე და აქ ხედავს რომ ვიზახებ ჩვენ რაღაც ფუნქციას. თუმცა ეს ამ ფუნქციას შესახებ მან არაფერი არ იცის და ის თვლის რომ შემდეგ უკვე ქვევით გაიგებს ამ ფუნქციის შესახებ და აღმოაჩენს თუ როგორი არის ეს ფუნქცია. ამის შემდეგ კომპილერმა უნდა იცოდეს თუ რა ტიპის მნიშვნელობას აბრუნებს ეს ჩვენი ფუნქცია, მაგრამ ვინაიდან მან ამის შესახებ ჯერ არაფერი არ იცის, ასე ვთქვათ, ის ვარაუდობს რომ ეს დააბრუნებს int ტიპის მნიშვნელობას და ამ ყველაფერს იმახსოვრებს. შემდეგ უკვე როდესაც მოდის აი ქვემოთ და მოაღწევს ამ ადგილს, ხედავს რომ არის ეს ფუნქცია, თუმცა ის აბრუნებს არა float-ს, არა int-ს, არამედ float ტიპის და სწორედ აქ ხდება კონფლიქტი და ეს ჩვენი კომპილერი აღიქვავს რომ ეს არის ორი ფუნქცია ერთი და იგივე სახელით.